ბინჭთან მული თბილისის ყოფილი მერის საქმე დაარღვია თუ არა ხელისუფლება მორატორიუმის პირობა და როგორ უნდა მოიქცეს პროკურატურა თუ კი საარჩევნო აქტივობაში ჩართული პირის მიმართ. მას შეკითხვები აქვს ამ და საქმის ირგვლივ სხვა საკითხებზე თეატრო ლუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათა შორისი კომისია ამ წუთებში მსჯელობს. თუ გაკეთდა შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები, ანა ლაპიაშვილი იმყოფება იუსტიციის სახლში და ის პირდაპირ ეთერში ჩაგურთვება. ანა, გისმენთ. უწყებათა შორისი კომისიის დღევანდელი შეხვედრა უკვე რამდენიმე წუთია დაიწყო, თუმცა მის დაწყებამდე თეატრო ლუკიანმა არ გააკეთა მედიასთან კომენტარი არც ერთ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის იყო ცნობილი, რომ შესაძლოა არის დღევანდელ სხდომაზე განხილულიყო. კომენტარი არ გაუკეთებიათ არც უმრავლესობის წევრებს, ისინი დღეს უწყებათა შორისი კომისიაზე მედიასთან საერთოდ არ გამოჩნდნენ და სავარაუდოდ საერთოდ არ იმყოფებიან დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა გიგი უგულავას საკითხი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ იქნება ერთადერთი, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი უწყებათა შორისი კომისიაზე დააყენებს, როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, სულ 4 საკითხი იქნება მისი მხრიდან დაყენებული, ყველა მათგანი შეეხება არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს, არამედ არჩევნების შემდგომ პროცესებსაც. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი იქნება მათ შორის ძალადობა, რომელიც არჩევნებს უკავშირდებოდა. პირველი, რა თქმა უნდა, იქნება მორატორიუმის პირობების დარღვევა გიგი უგულავას ფინანსური პოლიციაში დაბარებით, მორიგ დაკითხვაზე და ბრალის საყენებაზე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, რომ ზურაბ ჯიბუხაიას იქნება ეხლა მეორე ტურის წინ მაინც მიეცეს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება და ის გაათავისუფლონ აბსოლუტურად უკანონო და უსამართლო წინასწარი პატიმრობიდან. ასევე ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს მოვისმინოთ თუ რას ფიქრობს იუსტიციის მინისტრი იმ ტიპის დარღვევებზე, რასაც მაგალითად ადგილი ჰქონდა სოფელ კოქში, ზუგდიდის რაიონში, როდესაც დავით ნარმანიას დედა პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდა ამორჩევლებს და რა თქმა უნდა მეოთხე საკითხი იქნება ძალადობის ფაქტები, ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტები, რომლებსაც არჩევნების დღის შემდეგაც ჰქონდა ადგილი. გიგი უგულავას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოცემას ცალსახად მორატორიუმის დარღვევა დაფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში, თუმცა როგორი არის პოზიცია უკვე იუსტიციის სამინისტროს ამას ჩვენ მოგვიანებით მოვისმენთ, რაც შეეხება პროკურატურას. დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფება პროკურატურის მოადგილე ირაკლი შოთაძე, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი, რომლებიც ამ წუთებში შეხვედრაზე იმყოფებიან, ეთანხმებიან საპარლამენტო უმცირესობის პოზიციას და ამბობენ, რომ თუ კი არ არსებობდა დასაბუთება იმის, რომ აუცილებლად იყო, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მიმართ დაყენებული ბრალდება წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ თავშეკავება უნდა მომხდარიყო. ისინი ასევე აკეთებენ შეფასებას წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და მეორე ტურის მზადებისას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, როგორც დღეს ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ის დღევანდელ შეხვედრაზე დააყენებს, შეეხება ბათუმის ცნობილ ბიულეტენებს. მისი პოზიციის მიხედვით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ პრობლემას ჯეროვანი ყურადღება არ მიაქცია. მნიშვნელოვანია დასაბუთე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რა აუცილებლობას წარმოადგენდა თუნდაც მეორე ტურამდე ეხლა ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელისთვის ბრალის წარდგენა. წინასაარჩევნო გარემოს ჩვენ დავაკვირდებით, ჯერჯერობით აქტიური კამპანია არც ერთ კანდიდატს არ დაუწია, მიმდინარეობს შედეგების შეჯამება. ამ ეტაპზე კვლავ პრობლემატურად რჩება ის საკითხები, რაც უკავშირდება საკმაოდ მაღალ რაოდენობას ბათილი ბიულეტენებისა და ვფიქრობ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ მოახდინა ამ საკითხებზე ადეკვატური რეაგირება და დღემდე ველოდებით ჩვენ, რომ მოხდეს იმ პრობლემატური უბნების გადაწყვეტა, სადაც მაღალი არის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. ერთობლიობაში იმდენი რამე დაგროვა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების შემდგომ, მათ შორის დაუბალანსებელ ოქნებთან, მათ შორის ბათილ ბიულეტენებთან, მათ შორის სხვადასხვა ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომ მე ვფიქრობ, ძალიან ძნელდება ასეთ სიტუაციაში არჩევნების ნორმალურად შეფასება. უწყებათა შორისი კომისიის ხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უწყებათა შორისი კომისიის წევრები არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ დღეს პირველად შეიკრიბნენ. არ არის ცნობილი განსახილველი საკითხები, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე წამოაყენებს თეატრო ლუკიანს. დღევანდელ შეხვედრაზე არის განცხადება არ გაუკეთებია. რა საკითხებს განიხილავენ უწყებათა შორისი კომისიის წევრები და კონკრეტულად რა პრობლემებზე იქნება მსჯელობა, ამას ჩვენ მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. ანა ლაპიაშვილი გვერდებოდა იუსტიციის სახლიდან. პირდაპირ ეთერში მადლობა ანა.